კიდევ ერთი კანადური ბრენდი, Tim Hortons-ი, ამერიკული Starbucks-ის ანალოგი. მოკლედ თუ ცხოვრობ კანადაში და Tim Hortons-ის ყავა არ გაქვს დალეული, ვერც პასპორტს ვერ აიღებ და ვერც PR-ს ვერ აიღებ. წავედით, ვიყიდოთ ყავა Tim Hortons-ში. Yummy რაღაცეები. ხოთ აქ ყველაფერი Tim Hortons. By the way, დამოუწყდა ქართულად როგორ არის by the way. Tim Hortons-ი იყო კანადელი ჰოკეის პლეიერი, ჰოკეის მოთამაშე 60-იანებში და მან დაარსა ეს ბრენდი. დღესაც ესე ქვია Tim Hortons-ი, მაგრამ გუშინ ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ Tim Hortons-ი მთლიანად გაიყიდა ამერიკელებზე, ასე რომ კანადური ფაქტიურად ის აღარ გამოდის და ამერიკული ბრენდი არის. Hello. Hello. Small black coffee, please, and chocolate dip. That's it? That's it, yes. Do you have points card? No, I don't have. And how would you like to pay? We card. Go ahead, please. Thank you so much. How is it? Thank you so much. Have a good day. ველოდები ჩემს black coffees. რაღაცა დღეს დიდხანს მიწევს ყოფნა რიგში. Thank you so much. Have a great day. ავიღეთ. Bye bye. გამრიელია? Tim Hortons-ის ყავა და chocolate dip. კი, მართლა კაია. $3 და 20 ცენტი დამიჯდა ეს ყველაფერი. ძალიან გემრიელობაა, განსაკუთრებით ეს. არ არის სასარგებლო, მართლა არ არის სასარგებლო. ბევრი შაქარი აქვს. მე მგონი 220 კალორიაა. მაგრამ ღირს რა, ასწორებს. გაგიმარჯვოთ.